დღეს ყველა საუბრობს თემაზე, როგორ გამოვიდა თამარ ბაგრატიონი, პირველი ლედი, რომ გონია საკუთარი თავი და ასე რომ უწოდებენ კიდეც ის ქალბატონი ამერიკის შეერთებულ შტატებში მელანია ტრამპის მიერ მოწყობილ რაღაც ფორუმზე. ფორუმი თავისთავად ცხადია, საინტერესოა, განა არა. ყველა აქცევს ყურადღებას ფორმას. აი შინაარსს კი არავინ უღრმავდება. შინაარსზე მე ვისაუბრებ რამდენიმე წამში შინაარსის ერთ ფრაგმენტზე, ერთ ნაწილზე. მანამდე მეც ფორმაზე გავამახვილებ ყურადღებას. ყველამ ნახეთ ეს კადრები და მეორე მხრივ ახაკი გამზადებული მაქვს, მაგრამ არც მინდა ჩვენება, თუმცა ალბათ არიან ის მაყურებლებიც, რომლებსაც არ უნახავთ ქალბატონ ბაგრატიონის გამოსვლა ამ ფორუმზე და სწორედ მათთვის მე მაინც მოვატრიალებ ამ ტელეფონს და გაჩვენებთ ამ ფრაგმენტს, რომელიც სამარცხვინოა არა მხოლოდ ქალბატონი თამარისთვის, არა მხოლოდ პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილისთვის, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინ გვამცნო, რომ მელანია ტრამპის მიწვევით მიემგზავრება ჩემი მეუღლე საქართველოს პირველი ლედი შეერთებულ შტატებში და ეს ურთიერთობის გადატვირთვის თვალსაჩინოება ან ერთ-ერთი პირველი მაგალითი იქნებაო. არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაც მე არ ვაშეიმინგებ, არ ვარცხვენ, კუთხეში არ ვამწყდებ ქალბატონ ბაგრატიონს. მან უნდა იცოდეს, რომ არა თუ ის, არამედ მასზე გამოცდილი სპიკერების, მისი მეუღლე მასზე ოდნავ გამოცდილია. ან სხვა ნებისმიერი საჯარო პირი, რასაკვირველია, ბევრი საჯარო პირი მასზე გამოცდილია, მაგრამ ის საჯარო პირებიც აუცილებლად ნერვიულობენ. ყველანი ვნერვიულობთ საჯარო გამოსვლების დროს, მით უმეტეს ნერვიულობა აბსოლუტურად თანმდევი, აბსოლუტურად ბუნებრივია, როცა ასეთ სერიოზულ ფორუმზე გამოდიხარ. აქ ნერვიულობის პრობლემასთან არ აქვს საქმე. აქ ნერვიულობა არ არის მთავარი, ან საერთოდ არ არის აღსანიშნავი. აქ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მან პირველი ლედი რომ დაარქვეს იმ ქალბატონმა, ინგლისური უბრალოდ არ იცის და ეს არ არის, ან არ უნდა ყოფილიყო სამარცხვინო, არ არის სამარცხვინო. თუ არ იცის და რაღაცი არ იცის ინგლისური, ის უნდა შესაბამისად უნდა სიტყვით გამოსულიყო ქართულ ენაზე. მით უფრო რომ ილაპარაკა რაღაც თამარ მეფეზე, მე-12 საუკუნეების ქართველ მონარქზე, მეფეზე, ქალზე, რომელსაც მეფეს უწოდებდნენ, ის ფრაგმენტია, ის მონაკვეთია. კარგით, მოვატრიალებ ახლა. კი არ მინდოდა, მაგრამ მაინც მოვატრიალებ ამ ჩემს მეორე ტელეფონს და იმ მაყურებელს, რომელსაც არ უნახავს ქალბატონი ბაგრატიონის გამოსვლა შეერთებულ შტატებში, ეს ფრაგმენტი ყოველ შემთხვევაში და მთლიანად გამოსვლაც. თქვენ გაჩვენებთ, მათ ვაჩვენებ აი იმას, რაც მისთვისაც სამარცხვინოა. ყაველაშვილისთვისაც სამარცხვინოა, ზოგადად ხელისუფლებისთვის სამარცხვინოა, ხელისუფლება წოდებულისთვის სამარცხვინოა და ქვეყნისთვისაც რეალურად სამარცხვინოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოღონდ კუთხეში კი არ ვამწყდ. უბრალოდ მას უნდა გაესიგრძე განებინა როგორც საჯარო პირს, რომ ჯერ ერთი სარკესთან უნდა ევარჯიშა. პირდაპირ მნიშვნელობით წინა დღეს სარკესთან უნდა ევარჯიშა. კარგი, ნერვიულობ, თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა უნდა ვიხმარო. მაგრამ მან ხომ შესანიშნავად იცოდა და იცის, რომ ინგლისური არ იცის. ინგლისურს ვერ ფლობს. ამიტომ ქართულად უნდა გამოსულიყო და მის თანმხლებ პირებსაც უნდა ეთქვათ, რომ ქალბატონო თამარ, თქვენ ქართულად უნდა გამოხვიდეთ. იმიტომ თქვენი ინგლისური ესოდენ წარმომადგენლობითი სტუმრები რო არიან, დელეგაციები რო არიან, მათ შორის მელანია ტრამპი, თქვენი ინგლისური დამაკმაყოფილებელი არ არის და ამას ყველაფერს უნდა ემატება ბუნებრივი ნერვიულობა, შევწხვებით რა. და არ არის პრობლემა გამოსვლა. მაგრამ ბოდიში რასაკვირველია, მაგრამ თავხედია ქალბატონი ბაგრატიონი. თავხედობაა ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობა რომ არა აქვს, მისი ქმრის არ იყოს, მისი მეუღლის არ იყოს, იმის მადასტურებელია ეს ყველაფერი. იმის მადასტურებელია, რომ ქვეყანას როგორ წარმოადგენს ფეხებზე ჰკიდია და კიდევ იმის მადასტურებელია, რომ შესანიშნავად იცის, რომ აქ არ უნდა მოხვედრილიყო და კიდევ იმის მადასტურებელია, ვერ მოვატრიალე ეს ტელეფონი, რომ არ არის იმ ადგილას მოხვედრილი, სადაც უნდა იყოს, არც მისი ქმარი არის პირველ ყოვლისა. და ეს ყველაფერი მადასტურებელია, რომ ბიზინა ივანიშვილს ესენიც ეზიზღება.
გაგიკვირდებათ და სწორედ ამგვარები აი არაფრის მაქნისები მეთქი ეს უნდა წამოვცდენოდა ახლა ეს რომ ამბობენ თანამდებობისთვის შეუფერებლები დანიშნა თანამდებობაზე ქალბატონი ბაგრატიონი ყველაზე უფრო ცოდოცარი გიწყეთ ასე ამგვარადაც შევაფასოთ იმიტომ რომ აი ელენე ხოშტარიასაგან განსხვავებით ის ყველაზე დიდი ტუსაღია ელენე ხოშტარიასაგან განსხვავებით ან შედარებით სწორედ ის არის ტუსაღი აი ელენე 4 კედელში გამოწყდეული თავისუფალი ადამიანია ხოლო ქალბატონი ბაგრატიონი შეერთებულ შტატებში რომ გაემგზავრა ის სწორედაც რომ ტუსაღია პატიმარია ტყვეა ბიძინა ივანიშვილისა რომელიც ვერც უსხლტება იმიტომ რომ მისი ქმარიც ვერ უსხლტება First ever woman royalty ეს ოხერი ქართულად დაწერე რა აი ქართული ასოებით დაწერე რეალთი კი არ დაწერო და რეალ ტივი და საფეხბურთო კლუბი რეალი ხო ან რეალიზმი არამედ როიალთი დაწერე მაინც და მაინც ROYALT დაწერე ასე რა და ასეც აიკითხე სხვა თუ არაფერი ესეც უპასუხისმგებლობაა რომ ასეც კი არ გააკეთა ელენე ხოშტარია ვახსენე მანამდე ის აკითხავთ უფრო ბევრად უფრო თავისუფალია ვიდრე ქალბატონი ბაგრატიონი ესეც უნდა ვთქვათ და ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი ამგვარი დაჩაჩანაკებული ინტელექტუალურადაც გაუბედურებული სამარცხვინო ადამიანები რომლებიც საქართველოს ასე შეარცხვენ მისი ქმარიც არცხვენს ანუ ბაგრატიონის ქმარი ბაგრატიონის ქმრის ცოლიც ანუ პირველი ლედი რო ქვია ისიც არცხვენს ნებისმიერი სხვა სპიკერიც რომლებმაც უკეთესად იციან ინგლისური ლაჩხი რომელიც მასონებზე ლაპარაკობს არცხვენს კობახიძე რომელსაც რაღაცეები ელანდიბან ინგლისურად ლაპარაკობს მეტყველებს არცხვენს მნიშვნელობა იმასაც არ აქვს ინგლისურად ლაპარაკობს თუ ადამიანები არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხელში მოხვედრილნი იქ სადაც უნდა იყვნენ ყველა ბაგრატიონს არ ეხება ყველა ვიგინდარა და თუ გლევთ ასე ვიტყვი ქალბატონ დეპუტატებსაც არ ეხება ყველა მამაკაცი ან ბევრი მამაკაცი ვიგინდარა პარლამენტარი გახდა ვიგინდარების ქვეყანაა ეს და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა აბსოლუტურად შეგნებულად ეს ყველაფერი აქ შემთხვევით კი არ მოსულია შეცდომა შემთხვევით კი არ დაუშვია მისნაირი უინტელექტო ადამიანები მასზე უინტელექტო ადამიანები გაუშვა შეუშვა კრიტიკულ აზროვნებამ მოკლებული ადამიანები შეუშვა მიუშვა ღუმელთან შეუშვა ხელისუფლებაში გაჟღინდა ხელისუფლება და ხელისუფლებასთან გარშემოყოფი ადამიანები ამ გვარი ტიპებით რაშუაშია ნუცა ბუზალაძე თავარი მუსიკოსის არ ქვია ამას შემსრულებელი როა სამეფო ანუ ბიძინა ივანიშვილის კარზე ყველაზე უფრო მეტად რომ მოსწონთ და არ მოსწონთ სხვა არავით ბევრი არავით ან იმგვარი მაგრები მოსწონთ არა არიან ესეთებიც ოღონდ არ დავასახელებ რომლებიც მას მიეტენენ 5000 ლარად იყიდა პირდაპირ თუ ირიბად ბიზნეს ამგვარები უნდა აი ფული რომ მისცა და ფულით რომ იყიდა ერთ ისტორიას გავიხსენებ ელენე ხოშტარიაძე გადავალ არ დავასახელებ ოღონდ გვარს თქვენის ნებართვით ცნობილი ადამიანია ძალიან ცნობილი ადამიანია ამ 25 წლის წინ დაახლოებით ბიძინა ივანიშვილმა მას ფული შეაძლია ამ ქალბატონს აი იმას კი ვიტყვი რომ ქალბატონია ფული შეაძლია რაღაც სერვისის სანაცვლოდ ეს ქალბატონი ადგა და უპასუხა რომ ბიზინაო ახლოს იყვნენ ახლობლები იყვნენ ბიზინა ამას ისე გაგიკეთებ ყოველგვარი საზღაურის გარეშე ყოველგვარი ჰონორარის გარეშე გაჯავრებულა ოლიგარქი მაშინაც ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი და იცით რა უთქვამს იმ ქალბატონისთვის უჩემოდ ფულს აიღებ თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს უჩემოდ მაინც ნული ხარო ამდგარა ქალბატონი ეკა ხვედელიძეს ესწრება ამ საუბარს და ბევრმა იცის ამ საუბრის შინაარსი ბევრმა ვინც ახლაც ბიზნეს თან არის იმ ადამიანებმა ამდგარა ეს ქალბატონი და წასულა ეკა ხვედელიძის მეგობარზია საუბარი ყოფილ მეგობარზია საუბარი წასულა გასულა და აღარ გაჰკარებია ივანიშვილების ოჯახს
2-3 წლის შემდეგ სხვა ქვეყანაში მყოფი ამ ქალბატონისთვის ბიზნეს დაურეკავს დაკავშირებია ივანიშვილი. იბოდი შეფო 3 წლის წინო, მაშინო, იმ დღესო, შემეშალაო. არ უნდა მეთქვა ის რაც გითხარიო. 3 წლის წინანდელ ამბავზე უბოდიშებს 3 წლის შემდეგ. არ უნდა მეთქვა შენთვის რომ შენ ნული ხარ უჩებოდ, შენ მართლაც მაგარი გოგო ხარო, მაგარი ქალი ხარო. რა უნდა ეთქვა ამ ქალბატონს? კარგიო, გავიარეთო ბიზნაო. ეს ამბავიო. აღარ გვინდაო, უღარ ვისაუბრებთო, კულტურულად გაუცია პასუხი. არ დაკმაყოფილებულა ბიზნა ივანიშვილი იმ პასუხით, აი მეორე პასუხით სატელეფონო საუბრის დროს რომ მოусმენია და მიუძახებია მაინც. თუმცა მაშინ რაც გითხარი ეს ყველაფერი სიმართლეაო. შენ მართლა ნული ხარო. რაღაი არ ბრუნდები და აღარ გინდა ჩვენს ოჯახთან კონკრეტულად ეკასთან და საერთოდაც ივანიშვილის ოჯახთან ურთიერთობის აღდგენაო. ვერ ეგუება ბიზნა ივანიშვილი ადამიანებს, ვისაც ვერ თელავს, ან ვერ ყიდულობს, ან კატასტროფულ მდგომარეობაში არ არიან. ქალბატონი ბაგრატიონი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ბიზნა ივანიშვილი ვერ იტანს ელენე ხოშტარიას სწორედ იმიტომ, რომ ელენე ვერ მოტეხა 4 კედელში ამომწყდეული ელენე ხოშტარია 4 შვილის დედა არ დაგავიწყდეთ. თუმცა მნიშვნელობა არა აქვს მეორე მხრივ 4 შვილის დედაა თუ 18-ის. ადამიანი რომელიც დააპატიმრეს პლაკატზე თუ რაღაცა ბანერზე წარწერის გაკეთების გამო და წელიწად ნახევრით გაუშვეს ციხეში, ის გინდა 4 შვილის დედა იყოს და გინდა 18 შვილის დედა და გინდა რა მნიშვნელობა აქვს, რა სტატუსის იქნება და ვინ იქნება საერთოდ და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება. უკვე დანაშაულია ჩადენილი მის და ქვეყნის წინაშე მისი დაპატიმრებით. ის გაცილებით თავისუფალია ელენე და იმიტომაც ვერ იტანს ელენეს, ხოლო ამას ბიზნა ივანიშვილი ამცირებს გაგიკვირდებათ და დავუბრუნდები 4 შვილს, ელენე ხოშტარიას 4 შვილს არა. ეხლა გეტყვით ვის 4 შვილზე ვილაპარაკეთ. მე თავდაპირველად დავიწყე ასე, რომ ქალბატონი თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის ორგანიზებულ სამიც ქვია ერთად უკეთესი მომავლისათვის სამუშაო სესიაზე გამოვიდა სიტყვით. მან მაადლიერება გამოხატა განა არა მასპინძლის მიმართ, დამტრეული კი არა, ცუდი კი არა, აი ხო, ცუდი ინგლისურით ასე თქვა. მერე ილაპარაკა თუ მანამდე ილაპარაკა თამარ მეფეზე, ანუ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს და რომელსაც მე-12 საუკუნის მიწურულს, მე-13 საუკუნის დასაწყისში 1213 წლამდე ეს კი არ უხსენებია, ამდენადაც ვიცი, მაგრამ მაინც მართავდა სწორედაც რომ მონარქი ქალი, თამარ მეფე. მერე რაღაცა ილაპარაკა ცუდად, კიდევ უფრო ცუდად, უარესად და მერე უთქვა სამგვარი რამე. და ესეც დანაშაულია, ესეც ტყუილია ჯერ ერთი. და ესეც დანაშაულია საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, ქვეყნის, საზოგადოების, ქვეყნის, ინდივიდების, სხვა ადამიანების, სხვა დედების მიმართ. უთქვამს ამგვარი რამე ქალბატონ ბაგრატიონს. დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს, ანუ ამ ქალებს, რომლებიც შეკრებილი არიან ქალბატონებს. ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ როგორც 4 შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას. ქალბატონ თამარ, ერთია თქვენი ცუდი ინგლისური კი არა, ინგლისურის არ ცოდნა. მეორეა თქვენი თავხედობა, რომ თავისუფლებას აძლევთ რომ გამოხვიდეთ ინგლისურ ენაზე, ანუ იმ ენაზე, რომელსაც არ ფლობთ. მესამეა თქვენი უტიფრობა, თქვენი და თქვენი მეუღლისა. ადამიანებისა, რომლებმაც ვერ თქვით, მეუღლე პირველ ყოვლისა ვერ თქვა მან უარი პრეზიდენტის თანამდებობაზე, როცა დადეს ის პრეზიდენტის სავარძელში და თქვენს ავტომატურად გახდით პირველი ლედი. ასევე უტიფრობაა, რომ თქვენ მიემგზავრებით შეერთებულ შტატებში და თუ მიემგზავრებით სულაც არ კადრულობთ ქართულ ენაზე გამოსვლას, ანუ თარჯიმნის დახმარებას. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. აქ თქვენ ბრძანებთ. მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა ვაგმართავთ როგორც 4 შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას. თქვა თამარ ბაგრატიონმა. ერთხელ მაინც დაგიეკავთ ხოშტარიების ოჯახში, თქვენ პირველ ლედის. და გიკითხავთ როგორ არიან ბავშვები, შვილები, მოზარდები,
ელენე ხოშტარიასი ქალისა, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ გამოამწყდია ციხეში და იმ ქალისა, რომლის შეწყალებასაც თქვენი ბანდიტი ქმარი უბრალოდ არ აპირებს. წელიწად ნახევარი ხომ მიესაჯა, ხომ მიუსაჯეს, ხო ისიც 4 შვილის დედაა. თქვენი 4 შვილი 4 შვილია და ხოშტარიასი ან სხვების შვილები არ არიან? ამ რაოდენობის შვილები არ არიან? ან ერთიც რომ იყოს 17 ამ შემთხვევაში შეიწყალებდა? ამ შემთხვევაში თქვენ ხმას ამოიღებდით თქვენივე ნაჩალნიკის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქ საქართველოში მყოფი, არა იქ დამტრეული ინგლისურით მელანია ტრამპთან. იმას კი არ გულისხმობთ, იქ იტყოდით თუ არა რამე ცხადია ბიძინა ივანიშვილზე, არც იქ იტყოდით და არც აქ. აქ საქართველოში მყოფი 17 შვილი რო ყავდეს ელენე ხოშტარიას ან ნებისმიერ სხვა ყურსახს, მამაკაცსა თუ ქალს, ვინც დაატყვევა თქვენმა ყაველაშვილმა, თქვენმა მეუღლემ, პრეზიდენტად წოდებულმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერად წოდებულმა კობახიძემ და მოსამართლედ წოდებულმა რუსიძემ და ასე შემდეგ და პირველ ყოვლისა ასაკურებელი იმ ანაკონდამ, რომელმაც თქვენს მოგახრჩოთ როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე, როგორც პიროვნება. ოღონდ მე ხაზგასმით ვიტყვი, მე მეორე მხრივ ქალბატონი ბაგრატიონი არ შემეცოდა, ამიტომ არა რომ შემეცოდა, არ შემეცოდა, უბრალოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ის შევარცხინოთ და შევარცხინოთ. უვიცობის ბრალია და სითავხედის ეს ყველაფერი. და კიდევ ბიძინა ივანიშვილის, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც გაგანადგურათ თქვენ, ყველანი გაგანადგურათ, ვინც მასთან ხართ, ასე გადაფსკვნილები.